გადავწყვიტე ბურგერს, ვასწავლო ბრძანება ბახ. გასწავლო? გინდა? უნდა. პირველ რიგში აუცილებელია რომ ბრძანება ძირს იცოდეს ზაღმა. ბურგერი. ძირს? ეს ძალიან გაგვიადულებს და შემდეგ ვიღებთ სასუსნავს. მე ამ შემთხვევაში სასუსნავად ვიყენებ ბელკანდოს თავის საჭმელს, რომელსაც ძალიან დიდი სიამოვნებით ჭამს და სხვათა შორის ნაკლებად ჭამელი არის ბურგერი და ეს პრობლემა ბელკანდოთი გადავჭერით ყოველთვის გემრიელად შეექცევა ხოლმე. ეხლა ნახეთ რას ვაკეთებ. მივადებ ცხვირზე ხელს, გადავიტან ზურგისაკენ და დიაგონალურად რომ დაწვეს ზაღლი, თავსას დავადებინებ და ვაჭმევ. ერთხელაც გაჩვენებთ იგივეს, მივადე ცხვირზე, გადავიყვანე, დაწვა და ვაჭმევ. აი აქვე შემიძლია რამდენიმე გამეორება გავაკეთო დაჯილდოების. ბევრი გამეორების შემდეგ უბრალოდ ეტაპობრივად ნახეთ რას გააკეთებ ზაღლი. უბრალოდ რომ გადაიტან თვითონვე ხდება როგორ წაყვეს ხელს. ხო, შემდეგ იმისთვის რომ მაქსიმალურად თოფის იმიტაცია გავაკეთოთ, აი ამ სამ თითში, აი ესე, დაიჭერთ ამ მარცვლებს და უკვე აი ასეთი მანერით აკეთებთ იგივე მოძრაობას. შეხედეთ? და მაქსიმალური ეფექტისთვის, რომ ზაღმა კარგად განსახიეროს, რომ ვითომ მართლა ესროლეს, აუცილებელია რომ გადავარდება, აღარ გაინძრეს და თავი არ წამოწიოს. ესე იგი, ვაკეთებ იმიტაციას, ბახ და როგორც კი გადაწვევა, ხელს გამოვწევ, დავაჯილდოვებ. ყოველ დღე 5 წუთიც კი საკმარისია მეცადინეობისთვის, რომ დადოთ კარგი შედეგი.